ჰერნანდესი ძალიან კარგი მებრძოლი. მისი უმთავრესი პრიორიტეტი სხვა ბრძოლებში, რაც მისთანაც მას ჩატარებული ჰქონდა, ეს არის კარგი კარდიო გამძლეობა. აჰა. ვერ ვიტყვი, რომ ჰერნანდესი ფიზიკურად ძლიერია, ან ფიზიკურად ცდილობს, რომ აი მერაბი როგორც ჭიდაობს, ხო, აი ფიზიკურად და იცის, რომ ძალ აქვს და მოერეო. ეს უფრო აი ასე ვთქვათ, არ გამოდის პიავკასავით მოგეწეპება და ცდილობს, რომ შენ დაიღალო შენ, აი შენ როცა ცდილობ, რომ გამოხვიდე და იმუშაო და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ვცვლი მეთქი მომზადებას არა სიმართლე, მაგრამ ბიჭებს ვისაც მე ვესპარენგები, აი მათ ვთხოვ, რომ უფრო მეტი მეჭიდაონ და ცდილო რომ ეცადონ, რომ სულ ჭიდაობა იმისთვის, რომ ხელები შევაჩვიე, რომ მზად ვიყო აი მისი მუდმივი ჭიდაობისთვის. იმიტომ რომ ძალიან ტექნიკურიაო ვერ ვიტყვით, ძალიან კარგი გრეპლინგი აქვსო ვერ ვიტყვით. გრეპლინგში ძალიან ბევრი გამარჯვებები აქვს. მაგრამ იგებს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ დაიღლება ოპონენტი და შემდეგ უკეთებს საბმიშინს. კი ამიტომ ბატონო. ფიზიკურ ასპექტს ვაქცევ ყურადღებას და რა თქმა უნდა ჭიდაო. რა თქმა უნდა გრეპლინგი უმეტესი. სულ აგებს პირველ ხო. რაუნდებს უმეტესად და მერე იწყებს ჭიდაობას, რომ ხდება რომ დგომში არ უნდა ხო. იჩქაროს. ვარ. თავარი არის რომ აი ვიცი რომ შეეცდება და სულ იგივე არ ამგონია რომ სტილი შეცვალოს, ამიტომ უნდა ვიყო ამ მონოტონური შესრულებისთვის მზად, მეტი არაფერი. და პარტერში რა თქმა უნდა აი თვითონ აქვს ნაბრძოლი ბიჭებთან, რომლებიც ჯიუჯიტსუს ჭიდაობენ. მე ხო. ხო ჩვეულებრივი ჯიცერი არ ვარ. მე აჰა. უფრო ფეხებზე და მტკივნეულეთებს სხვანაირად ვაკეთებ. ზედა ხო. ტანზე იშვიათად ვცდილობ რამე გავაკეთო. ამიტომ ესეც ისეთი ასპექტია, რაც მას ძალიან არ მოეწონება. სტილისტიკურად ამ ბრძოლისთვის, აი კონკრეტულად ამ პერიოდში ძალიან კარგია შონ სტრიკლანდთან ვარჯიში. იმიტომ რომ აჰა. შონი ბევრმა არიც, მაგრამ ძალიან კარგად ჭიდაობს. კი ბატონო. ძალიან და გრეპლინგიც ცუდი არ აქვს, დაცვა აქვს და თვითონაც აგრესიულია. გამძლეობაც ხო აქვს და აი ზუსტ სტილისტიკურად თუ აი ჭიდაობას და ყველაფერს დავანებებთ, აი რო სულ წინ მოდის და არ გაძლევს 1 სანტიმეტრსაც, ეს არის შონ სტრიკლანდი და მასთან ვარ მინიმუმ 2 რაუნდს 5 რაუნდიდან სტრიკლანდთან ვაკეთებ და ვცდილობ რომ შუალედებში მიშელ პერერასთან ვისპარინგო, იმიტომ რომ მიშელი კარგია სისწრაფეში ხელებში. აი შონთან რო იჭიდავებ დაღლილი ხარ, შემდეგ დგომში უნდა დაუდგე მიშელს და დგომში უნდა ხო. იჩხუბო, სისწრაფეზე იმუშაო. სიგნალს. ნაჩხუბიც აქვს და ხო. რაღაცებთან მეუბნება და სტილისტიკურადაც იმიტაციასაც ცდილობს. ფეხებში სულ შედის. და მე ზუსტად არ მითხარ რომ აი კი შემოვა ფეხებშიო, მაგრამ ფიზიკურად ძალას ვერ იგზნობ. შემოვა მოგეწეპება და მეტი არაფერი. აი ვერ იგზნობ რა იგეჭიდავება რა ფიზიკურ ჭიდაობასაც ქვია. და რაღაცებს რა თქმა უნდა ამ ბიჭებთან გავდივარ უმეტესწილად ვცდილობ რომ შონი და ყავს სხვა ბიჭები რომლებიც ახლა ნაკლებად ცნობილები არიან რომლებიც გომში არ არიან ძლევამ კარგად ჭიდაობენ აი შეიძლება რომ გრეპლინგი და გაძალონ აი სულ რო ეჭიდაო რა თქმა უნდა გრეპლინგში მე ვიგებ მაგრამ ამასაც ხო ენერგიის ხარჯვა ჭირდება მე ისე უნდა ადგე უკან ისე უნდა გააგრძელო ბრძოლა ამიტომ ვცდილობ რომ ისეთ ბიჭებთან ვისპარინგო რომლებიც უფრო გრეპლინგზე ჭიდაობაზე არიან ორიენტირებული მმ. მე ვფიქრობ, რომ მე ჩემი გეგმა რა თქმა უნდა დგომში უნდა დავიწყო ბრძოლა და ფიზიკურად დარტყმა გაცილებით ძლიერი მაქვს, ვიდრე მას აქვს და თვითონაც ამას ხვდება. და პარტერშიც არ რა თქმა უნდა ჭიდაობას მივცემ, ასე ვთქვათ, ვიჭიდავებ აუცილებლად. და ვიჭიდავებ ჩემ სტილში, არ ვიჭიდავებ ისე, აი მას თუ მიაქცევთ ყურადღებას უმეტესწილად აქვს მახრჩობელა ელითებით გამარჯვებული. აი, როდესაც ჩამოეკიდება ვიღაცას, ვიღაც ცდილობს რომ დააღწიოს თავი, ეს ზურგზე მიეწეპება და აი ზურგიდან უკეთებს ან მახრჩობელა ელეთს, ან ის არის გილიოტინესავით ჩოუქს უკეთებს, ცოტა განსხვავებულად აკეთებს, მაგრამ ერთ და იგივე პრინციპი აქვს ყველა იმ ილეთებს, რასაც აკეთებს. და აი ეჭიდავა მაგალითად მაღალი დონის ჯიუჯიტსერებს. ჯიუჯიტსუში საგებს. დასაწყისში. ხო. მაგრამ ის ბიჭები იღლებიან და აა. შემდეგ უკვე ეს მმ. უგებს ჯუჯიტსით. ამიტომ ვერ იტყვი რომ მაღალი დონის ჯუჯიტსუ აქვს. არა. უბრალოდ ღლის იმ ბიჭებს და შემდეგ უგებს ჯუჯიტს. მაგრამ თუ ჯუჯიტსუში წაგებს რა, ისეთ პოზიციებშია პირველ ორ რაუნდში რომ ეგონება რომ ახლა წააგებს ალბათ. ახლა მე დიდათ არავინ არ ვიცი, მაგში რომ მომცეს პირველად. მე მგონი 1 წლის თუ 2 წლის უკან იყო ზუსტად არ ვიცი.
მე დავთანხმდი რა თქმა უნდა ბრძოლაზე, მაგრამ თვითონ ამოვარდა ბრძოლით. რა უნდა გქონოდა ჩვენ ბრძოლა? აჰა. გაუქმდა. ამიტომ აი როგორი ეტაპია, იცით, მე რეალურად და UFC-ც პირდებოდა ესეც საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის, UFC 2 თვე ეუბნებოდა რომ შენი ოპონენტი იქნება ვიტაკერი. აი შენი ოპონენტი იქნება ვიტაკერი, ისო მეტი სხვა არანაირი არაფერს არ იფიქრო და მე მაშინ როდის როდის და ალბათ, როდესაც დერიდერმა მოიგო, რა თქმა უნდა, მათ თავისი ინტერესები აქვთ, ჭირდება ახალი ხალხის ზევით ამოყვანა და რაღაც გადაითამაშეთ, მაგრამ 2 თვის განმავლობაში ყოველთვის, როდესაც მე მათთან კონტაქტი მქონდა, იყო ვიტაკერი. ჩემი ოპონენტი უნდა ყოფილიყო ვიტაკერი. და შემდეგ მომცეს ეს ბიჭი და იმასაც ხვდები რომ ლოგიკურად რომ აი ვიფიქროთ და ვიაზროთ მაგალითად პრაგმატულად თუ რა იქნებოდა სწორი მომავლისთვის და სწორი ნაბიჯების გადადგმისთვის. ყველა ვარიანტში მინიმუმ 2 ბრძოლა მჭირდება კამარისთვის. მინიმუმ. ხო. მოდით სიმართლე ვთქვათ. სტილისტიკურად ყველაზე ერთ-ერთი ძნელი ოპონენტი ვარ მისთვის, ხო? ნუ რეალურად რო ვისაუბრებ. იმიტომ რომ ამას კარგად გაზდის, ვინც საერთოდ პარტერს ვერაფერს ვერ აკეთებს, ყველას გადაიყვანს, დაღლის და რაღაცას მოუფიქრებს. ჩემსავით ვინჩი დაობს ამ წონით კატეგორიაში სევით. დარჩენილია მხოლოდ ერთი ჩიმაევ, რომელიც კამარზე ჭრობს. ო, და მეტი არავინ არ ხართ. ამიტომ ფიქრობ, რომ აი ჩვენ შორის გამარჯვებულს UFC ძალიან კარგ გზას მისცემს და თავისუფლებას.